ამ წუთისთვის ვიმყოფებით გმირთა მოედანზე საქართველოში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების 90-მე დღეს საკმაოდ ხალხმრავალი და მასშტაბური საპროტესტო მარშები გაიმართა მთელი თბილისის მასშტაბით 10-მდე მსვლელობა გაიმართა დღეს, რომლებიც მიეძღვნა 25 თებერვლის 1921 წლის 25 თებერვლის და ზოგადად ამ წლის მოვლენების პატივსაცემად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს იცავდნენ და დაიღუპნენ წითელ არმიელებთან შეტაკებების დროს 104 წლის წინ. 104 წლის შემდეგაც მოქალაქეები, რომლებიც უკვე 90 დღეა უწყვეტად იკრიბებიან პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, აცხადებენ, რომ ის მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა 1921 წლის თებერვალში, არ უნდა განმეორდეს არავითარ შემთხვევაში არასდროს და ისინი როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, როგორც ჟორჯიასთან საუბარში აცხადებენ 2025 წლის თებერვლის მოვლენებიც და ბოლო 90 დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ცხადყოფს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არის კვლავ შეცვლილი, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხი და სწორედ აი ამ პრობლემების გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი მათთვის არის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც აქტიურად ისმის ამ 3 თვის განმავლობაში, ზუსტად 3 თვე გავიდა პროტესტის დაწყებიდან პროევროპულ საპროტესტო აქციებზე. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში არის შავი ლაქა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა მოახდინა 104 წლის წინ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაცია. ბევრი ცდილობდა 70 წლის განმავლობაში, რომ ეს მოენათლა როგორც გადატრიალება, როგორც შიდა აჯანყება, თუმცა ეს იყო წმინდა წყლის ოკუპაცია, თავდასხმა და აგრესია მეზობელი დიდი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის. დღევანდელ დღესთან მიმართებაში რაც შეეხება პარალელებს, ისტორია მოგეხსენებათ მეორდება, მაგრამ ესეთი მსგავსება და გამეორება თითქმის შეუძლებელია. ეს არის პირდაპირი გამეორება. რუსეთია ისევ ოკუპანტი და საქართველო ისევ იბრძვის დამოუკიდებლობისათვის. დღეს იგრძნობა, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის განწყობას, ხალხის უმრავლესობის აზრს. ისინი არ არიან საქართველოს სუვერენიტეტის შემანარჩუნებლები და ისინი არ იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ჩვენ მკვეთრად შეცვლილია დღევანდელი კურსი საქართველოს განვითარების და ეს არის სწორედ რაც გვაიძულებს, რომ გამოვხატოთ ეს პროტესტი მათ მიმართ. როგორც გითხარით, დღეს თბილისის მასშტაბით არაერთი მსვლელობა გაიმართა, მათ შორის იყო მარო მაყაშვილის მარში, ასევე იუნკერთა მარში, სწორედ იუნკერებს მიუძღვით საკმაოდ დიდი წვლილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 510 იუნკერი იბრძოდა წითელ არმიელთა წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის და მოქალაქეების მხარდამხარ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გადარჩენა იყო მთავარი ამოცანა იმ პერიოდში და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა 1921 წლის თებერვალში წითელ არმიელთა შეჩერება და რუსული იმპერიის შეჩერება, მოქალაქეები, რომლებიც დღეს 104 წლის შემდეგ იკრიბებიან საპროტესტო აქციებზე, აცხადებენ, რომ ყველა იმ დაღუპული გმირის პატივსაცემად, რომელიც არა მხოლოდ 1921 წლის თებერვალს, არამედ შემდგომ წლებში 70 წლის მერე 1992-93 წლების კონფლიქტებისას, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ გმირულად და ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ ისევ და ისევ რუსეთის წინააღმდეგ. მათ პატივსაცემად ბრძოლა არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოსთვის. დიდება გმირებს, დიდება თავისუფლებას, დიდება საქართველოს. ეს შეძახილები ისმის დღეს მთელი საღამოს განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს 104 წლის შემდეგ თბილისის ქუჩებში. მოქალაქეები ამ წუთას იმყოფებიან გმირთა
მოედანზე და ტყვის მარჯვენა სანაპიროთი გეგმავენ დაუბრუნდნენ იმ წერტილს, სადაც 90 დღის განმავლობაში უწყვეტად იმართება პროევროპული საპროტესტო აქციები ორი მთავარი და უცვლელი მოთხოვნით დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს არა მხოლოდ აი ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში, არამედ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისას 2024 წლის გაზაფხულზე 53 პირისადმი აღძრულია საქმე სისხლის სამართლის წესით. დაკავებულთა შორის არაერთი სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ჩვენს კოლეგას და ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს. მოქალაქეები ამ წუთებში მიემართებიან საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მათ აქვთ ანთებული ფანრები, აქ მოსულები არიან სხვადასხვა საპროტესტო ბანერით, ასევე საქართველოს ევროკავშირის და მეგობარი უკრაინის დროშებით.